თავისი მრავალფეროვნებით, სიუხვით აღნიშნავთ ანაბასისობას, დღესასწაულს, რომელიც სიყვარულით გვაერთიანებს მთელ სკოლას. ყველა კუთხეში, ყველა ნომერში ჩადებულია დიდი შრომა, მონდომება, შემოქმედება. ეს არის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ყველაფერი, ასევე მშობელთა დახმარებით, მშობელთა ჩანადგომით, ჩვენი მასწავლებლების მზრუნველობით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც დღევანდელ დღესასწაულს ასეთი ლამაზი ფერი შესძინა და ვფიქრობ, რომ დღესასწაული დარჩება ტრადიციად, როგორც ჩვენი სკოლის ერთიანობის, სიყვარულის და წარმატების სიმბოლო. და ტრადიციად ვაქციეთ, უფრო მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა, წელს უკვე მერვე კლასელებმაც მიიღეს მონაწილეობა, დადაც მთავარია და სასიხარულია. ბავშვები თავისი ინიციატივით გვთავაზობენ აქტივობებს. უხარია დღევანდელი დღე, ეს არის სასკოლო საზოგადოების ზეიმი, რომელიც ესე ახალისებს ჩვენს სწავლას, გარემოს და მოსწავლეთა მოტივაციაზეც აისახება იმედი მაქვს. გილოცავთ შემოდგომის ამ ბრწყინვალე დღეებს, დოვლათი ბარაქა ქონოდეთ თითეული თქვენგანს ოჯახში, ტრადიციულად ჩვენ ანაბასისში ხედავთ როგორ მორთულ მოკაზმული აქაურობა და როგორ უმხიარულობთ ყველანი, დიდიც და პატარაც. ცაში გაშვებული ბუშტები, ეს იყო სიკეთის, სიყვარულის ჩვენეული გამოხატულება, რომ აი ამ სიკეთით და სიყვარულით თანადგომით ყველაფერი გამოგვივა. აი ამ პატარებმა ეს შეძლეს. თითეული კლასი მომზადებულია ზედმიწევნით, ყველა ზეიმობს, ყველანი კარგ განწყობაზეა და ჩვენც ასე შევეგებეთ ამ ჩვენს არაჩვეულებრივ. ყოველ წელიწადს ყოველ შემოდგომას ტარდება მსგავსი ღონისძიება, როდესაც ყველა ბავშვი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია. წლევანდელი წელი კიდევ უფრო გამოირჩეოდა ბავშვების აქტიურობით, რადგან უმეტესად დაწყებითი კლასი არიან ხოლმე ჩართული, მაგრამ მაღალი კლასებით წელს ძალიან ვიაქტიურეთ და ძალიან სასიამოვნო და ემოციური დღე არის ჩვენთვის.